დაბრუნდებით ეთერში და აღნიშნულ სქემაზე უკვე სტუმართან ერთად უნდა გავაგზავნოთ საუბარი. სოსო ბერიკაშვილი ეკონომისტია, ჩვენთან ერთად. სოსო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და პირდაპირ უშუალოდ ამ სქემის გარკვეული შეფასებით დავიწყებ. რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული ვერსია, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ერთი ადამიანი? ხო, მოგესალმებით, მესამე მაყურებელს. ახლა თვითონ სქემის ესე გაშიფრვა გაგვიჭირდება, რეალურად რა ხდება, ზუსტად მაგის აღქმა გაგვიჭირდება, მაგრამ ის რომ ერთზეც არ იყო იქ საუბარი, იყო მე მგონი რომ რამდენიმე დაკავშირებული პირი არის და ვიღაცებს კიდე დაიჭერენ, მაგრამ დაკავშირებულ პირში სავარაუდოდ იგულისხმება უფრო დაბალი რანგის თანამშრომლები, იგივე სავალუტო ჯიხურის, მაგრამ რა თქმა უნდა სრული სიგიჟე არის საუბარი იმაზე, რომ თქვა, რომ აი ამხელა თანხა, რომელიც ლარში რა 2 მილიარდი გამოდის ხო დაახლოებით, გატარდა 2 წლის განმავლობაში ისე, რომ ამაზე ზემოდან მწვანე შუქი არ იყო. ჩვენ ხო ვიცით, როგორ რეალობაში ცხოვრობთ, რა ქვეყანა გვაქვს და რაღაცა ამხელა მასშტაბზე კი არა. პატარა პიცერიას ვერ გახსნი, რომ ვიღაცამ არ შეგაწუხოს რაღაც ფორმით, ხო? და შეუძლებელია რა, აქ ეროვნული ბანკი იქნება თუ ხელისუფლების მაღალჩინოსნები იქნება, მაგათი მწვანე შუქის გარეშე ეგეთი ამბავი მომხდარიყო რა. რომც მომხდარიყო, უყურეთ რა ცუდი ამბავი არის სინამდვილეში რა. თუ ეგეთი რაღაცა ხდება, ისე რომ ხელისუფლება მაგას ვერ იგებს და ამხელა ამ მასშტაბის, ანუ ქართული ეკონომიკისთვის ამ მასშტაბის შავი ფული ტრიალებს ეკონომიკაში, ეგ არის კატასტროფა და თუ იცოდნენ და გაატარეს, ეგ კიდე სხვა ამბავია, სხვა მასშტაბის და სხვა დანაშაულის, ხო? და თან რა ვიცი, რომ წარმოვადგენინოთ მოსახლეობასაც რამხელა რაღაცაზე არის საუბარი რა, ეს ფული 12 ტონა შეიძლება ყოფილიყო და 20 ტონა გამოდის 100-ლარიანი კუპიურებით რომ დავალაგოთ. 100-ლარიანი კუპიურებით, ხო, ანუ ეს 12 ტონა რაც არის, აი მინიმალური რაც შეიძლება ყოფილიყო, თან ახალი ფული და მოცულობითაც უზარმაზ. ეს თუ ეხა მერე თქვეს, რომ აზერბაიჯანიდან შემოიტანეს რუბლებით კიდე უფრო დიდი არის. თან როგორ შემოიტანეს, ერთი დიდი ტრაილერით შემოიტანეს და შემოეპარათ, ან რავი, ყოველ დღე შემოდიოდა და ამხელა თანხა ტრიალებდა. ანუ ეს ხო არ არის ხა ისეც არ არის რომ ამ კაცმა ვინც დაიჭირეს 650 მილიონის შემოსავალი მიიღო და სახს წაიღო, არა ცხადია, ამ ფულის გათეთრება არის, ამ ფულს ატრიალებს და ამას თავისი რაღაც თვალსაზრისით დადებითი ეფექტიც შეიძლება ქონოდა ეკონომიკაზე, ხო? მაგრამ ამხელა ფულის ესე მოძრაობა წარმოუდგენელი არის, რომ გამოპარვოდა ან ეროვნულ ბანკს, ან ხელისუფლებას. და ასევე თუ ეხა ეს ერთი დაიჭირეს, ერთი იყო, ანუ ერთი სავალუტო ჯიხური იყო, რა ყველა მიცოდა, რომ ეს აკეთებს მაგას და მეტი მაგის შანსი არ არის, ხო, ეგეც თუ ეს ამას აკეთებდა, მაშინ სხვაებიც იქნებოდნენ. მაშინ კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე არის საუბარი და ხო, აი, რა ვიცი, ბევრი კითხვის ნიშანი არის. ნამდვილად გეთანხმები, ბევრი კითხვის ნიშანია და ცოტა არათამაჯერებლობაც გამოიყურება. ძალიან საინტერესო პასაჟი შეეხე ეკონომიკურ მიმართულებით და მე მინდა კითხო, აი ამ თანხის ჩვენს ეკონომიკაზე ზეგავლენაზე. აი, ყოველთვის ვისმენდით მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ეკონომიკაზე, რასაც ასე ვთქვათ, მაკროეკონომიკური პარამეტრები გვიჩვენებდა, შედარებით იმაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვიღებდით მონაცემებში, რაც ცოტა რთული ასახსნელი იყო, თითქოს. აი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული როლი აი ამ შავ ფულსაც ექნებოდა ჩვენ ეკონომიკაზე. შესაძლოა ქონოდა, არა იმ ხელა მასშტაბით. აი, ეგ განსხვავება მე მაინც მგონია, რაც რეალურ ეკონომიკასთან განსხვავებით არის ჩვენი ეკონომიკური ზრდა, ალბათ უფრო IT სექტორის ამბავი მგონია რა, იქ არის ცოტა რაღაცა არარეალური ეკონომიკა, რაც ბრუნვა დიდია, გადასახადი პატარა აქ და ნუ ეგეთი ამბავი. და ამას შეიძლება უფრო სავალუტო შედეგი ქონოდა რა, აუცილებლად ექნებოდა ამ ხელა ვალუტის მოძრაობას, რუბლიც რო ყოფილიყო, იმიტომ რომ ამ რუბლსაც ახლა მართლა ვიყენებთ რა, ვაჭრობა გვაქვს რუსეთთან და რუბლიც გვჭირდება და თავიდან რაღაცა ეგეც გაუგებარი არის, ანუ თავიდან საუბარი იყო დოლარზე და ევროზე, ან თან დოლარზე და ევროზე რომ ამბობ, რაღაც დოლარი ხო 600 მილიონ დოლარზე საუბარი და 30-35 ევროზე და მე რუბლებიო. მაგ განცხადებაში სხვა შორის ბოლო აბზაცი თუ ბოლო 2 აბზაცი იყო ძალიან საინტერესო, რომ ეგეთ შემთხვევები აქამდეც გქონიაო
და როცა გქონდა იმათ მერე ფული კონფისკაცია მოხდა ქონების და ფული გადავახტევინეთო რა. ანუ ეგეც რაღაცნაირად მესიჯია თითქოს, რომ აი ფულს მოგატანინებთ რამე რო იყოს რა. კი ბატონო. სოსო ცოტა და რო დაგვრჩა და ერთ საინტერესო პასაჟზეც მინდა მოვისმინო თქვენი მოსაზრება. ბოლო 2 დღეა ვაკვირდებით ეროვნული ვალუტის საკმაოდ ტურბულენტურ მდგომარეობასა და სწრაფ დევალვაციას. 2 დღეში ჩვენ გვაქვს 4 პუნქტიანი დაცემა დოლართან მიმართებაში, რომელიც პრინციპში ზუსტად ემთხვევა ამ სქემის გასაჯაროებასა და ასე ვთქვათ სააშკარაოზე გამოტანას. რამდენად ხედავთ კორელაციას ამ ორ ნაწილში? მე შორს ვარ იმაზეც რომ ამას ტექნიკურად შეიძლება ზეგავლენა მოეხდინათ, თუმცა აი ფსიქოლოგიური ფაქტორებით რამდენად შეიძლება იყოს კავშირში? ზოგადად ძალიან რთული არის როცა ლარი რაღაცნაირად იქცევა, კარგად თუ ცუდად, რაღაცებს დაუკავშირო მტკიცებით ტონში, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში პრინციპში ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირ კავშირი არის ამ ამბავთან. ოღონდ არა იმიტომ, რომ ერთ სავალუტო ჯიხურზე იყო დამოკიდებული ქართული ეკონომიკა ცხადია, მაგრამ ადამიანების განწყობაზე ამას აქვს ეფექტი და ადამიანების განწყობას მერე ეკონომიკაზე ეფექტი აქვს რა. ანუ თანამედროვე ეკონომიკაში ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ადამიანები როცა იქმნიან რაღაც მოლოდინებს მერე ისე იქცევიან მარტივად რო თქვა და მოკლედ მერე ისე იქცევიან რომ ეს მოლოდინები უფრო ადრე ახტება ვიდრე და შეიძლება არასწორი იყოს ეგ მოლოდინი, მაგრამ მაინც ახტეს, იმიტომ რომ ისე იქცევიან რომ რაღაც პანიკა იქნება. ანუ პანიკასაც ვერ დავარქმევდი, ხა 4 პუნქტიც არ არის დიდი კატასტროფა, 2 დღეში ბოლო პერიოდში არ ქონია მაგ რაღაცა, მაგრამ დიდი კატასტროფა არ არის, მაგრამ პატარა პანიკა არის და მე მგონია რომ ეგ დასტაბილურდება რა, ამ ეტაპზე ეგრე მგონია. ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო და პასუხისმგებლობის ნაწილშიც მინდა გკითხოთ, ჩვენ ეხლა თუ ჩავხედავთ ამ სქემას, რამდენიმე სხვადასხვა ინსტიტუციის პასუხისმგებლობა დგება დაწყებული შემოსავლების სამსახურიდან, იმდენად საბაჟოს შავი თეთრზე წავიკითხეთ, რომ სახმელეთო გზით შემოვიდა ეს თანხა საქართველოში, დაწყებული საბაჟოდან გაგრძელებული უსაფრთხოების სამსახურითა და თუ ფულის გათეთრების მიმართულებით მივდივართ, ამ კუთხით მთავარი მარეგულირებელი და მთავარი მაპრევენცირებელი არის ცენტრალური ბანკი. ვისი პასუხისმგებლობის საკითხები უნდა დადგეს თქვენი აზრით? ცალსახად, რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურის და საბაჟოს ამბავი არის, ხა პირდაპირ არის. თან საუბრობთ საზღვარზე, რომელიც პრინციპში ნაწილობრივ ჩაკეტილი არის, ანუ დიდი მოძრაობა არ არის და მაგ ნაწილში უფრო ადვილად გასაკონტროლებელია რაღაც თვალსაზრისით, ხო? როცა ხა ფულის მოძრაობას და ხა ფულის მასას ეხება რეგულირებლის კუთხითაც რო არ შევხედოთ, ნუ ცენტრალური ბანკის პასუხისმგებლობა უდავო არის, ან ცენტრალურ ბანკს უნდა დაენახა ეს პირველ რიგში. ყველაზე მეტი ინფორმაცია მაგათ აქვთ რეალურად რა და დანახვა და გრძნობა ცუდი სიტყვა, მაგრამ ამ ყველაზე მეტად მაგათ შეუძლიათ აქმა პირდაპირ აკონტროლებენ ჯერ ერთი ამ სავალუტო ჯიხურებს, მაგათი პასუხისმგებლობა არის. და ხელისუფლებასაც, ანუ ჩვენ იქნება ეს ფინანსთა მინისტრო, შემოსავლების სამსახური ის არის რაღაცნაირად ზემდგომი, ხო? საქვეწყობო დაწესებულება ხო, შეიძლება სხვა ფორმა აქვს ახლა შემოსავლების სამსახურს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ფინანსთა მინისტროსაც, ეკონომიკის სამინისტროსაც და მე აი არ მგონია, რომ თუნდაც მინისტრები უფრო ზემოთაც დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხა არის ეს რა, 600 მილიონი დოლარი, 624 და კიდე ევრო. არის უზარმაზარი თანხა საქართველოს ეკონომიკისთვის რა. ეგ შეუძლებელია ეგ გაპარვო და ეროვნულ ბანკსაც და მთავრობასაც რა. სოსო, ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის საინტერესო და ამ მომწურავები მოხილვისთვის მაყურებელს შევახსენებ. სოსო ბერიკაშვილი ეკონომისტი იყო, ჩვენთან ერთად დავსაუბრობდით პრინციპში უპრეცედენტო, თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო ფულის გათეთრების სქემაზე, რომლის შესახებაც საზოგადოებამ სულ ახლახანს შევიტყვეთ.